კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვლადიმერ მანსურაშვილის საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვამდე ცხედარი საბურთალოს ამაღლების ეკლესიაში იყო დასვენებული, საიდანაც სასაფლაომდე დაღუპული პოლიციელი საპატიო ყარაულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრმა სამგლოვიარო მუსიკით მიაცილა. დაკრძალვისას ჰაერში 3 გასტროლა განხორციელდა და ასევე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დაკრძალვის ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა პირველი პირები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მანსურაშვილს ნინო ბუჯანაძის დაცვის ესკორტმა გადაუარა. მანსურაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქმა. მიანი იყო ძალიან თავდადებული თავისი ქვეყნისთვის დაიღუპა ეძლება ითქვას მოკლულ იქნა სამსახურებრივი ვალდებულების ასრულებისას და ღმერთმა უმრავლოს ასეთი ვაჟკაცები საქართველოს ვინც იქნება ყოველთვის სიმართლის წესიერების კანონიერების მხარეზე რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ საფრთხის შემცველიც არ უნდა იყოს ეს. ის შეეწირა საქართველოს ასე ვთქვათ სტაბილურობას და ბედნიერებას. ქვეყნის დამხობის მცდელობა იყო, რასაც ქვეყანა გადაურჩა და მისი სახელი ყოველთვის დარჩება ჩვენი მომავალ თაობებში, როგორც გმირის სახელი და როგორც შეწირულის სახელი, რომელიც შეეწირა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობას. და მე ვფიქრობ, ის გახდება სიმბოლო საქართველოს მომავლის, საქართველოს თავისუფლების და მისი სახელი გაერთიანებს ყველა ამ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ გაწიროს კრიმინალური ქაოსისა და ანარქიისათვის და იზრუნოს იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანად, სადაც ადამიანებს აღარ შეეშინდებათ ქუჩაში გამოსვლა. სანამ ვლადიმერისნაირი ვაჟკაცები თავდადებული პოლიციელები და გნებავ სხვა უწყების წარმომადგენლები იარსებებენ, მანამდე ჩვენი მტერი თავისი აქ ადგილობრივი მოღალატეებით ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს და მათი ეს გადატრიალებები და რევოლუციები და ქართული სისხლის დაღვრები ყველაფერი ჩაუვარდებათ ნაცარში.